წმინდა გაბრიელ ბერის მონათხრობიდან. სიზმარში იყო, მაგრამ ცხადად ვხედავდი, როგორც შენ გიყურებ. საოცარ საყდარში ვიყავი. გარეთომ გამოვედი ჩემს მაღლა დედამიწის ბაური დიდი ბურთი ეკიდა. აღმოსავლეთის მხარეს ცისარტყელა ერთხა და ერთავად განათებული იყო. მხოლოდ მე ვხედავდი, სხვა ვერავინ ამჩნევდა. იქიდან ხმა მომესმა. ადამიანის ხმას არ გავდა, რაღაც მეხივით იყო. ადამიანს რა გადაარჩენს, იცი? სიკეთე, კეთილი საქმის კეთება. მე იქიდან მტრედი გამოფრინდა, მხარზე დამაჯდა და მაამებლად გუღუნებდა. ადრე საფლავის პირას, ხოლო ეხლა უკვე მის ლუსკუმასთან მუხმორთ გაბრიელ ბერის ღაღადისი ყოველი დაბადებული ადამიანის წინაშე ზარის რექვასავით ჩაესმით. 12 წლიდან შენ მოგდე უფალო, ნეტავი დროს მაშინ მე ქრისტეს ვსწავლობდი, როგორ მინდა რომ გაუგოთ უფალს. უწმინდესისა და უნატერესესაგან, სულ ერთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორესგან ვითხოვ შენდობას და ლოცვა კურთხევას. სამღვდელო და სამონაზნო დას ყველას გიტოვებთ ლოცვა კურთხევას და შენდობას, პატიებას. ღმერთი არის სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე ვერ მივახციე ღვთისა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულში ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოთ, მარტივით დამარხონ. იყავით კეთილნი და მდაბალნი. სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმა, მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლითა, სიკეთით და სიყვარულით იყავით. ყველა სიყვარული მიმაქვს მართლმადიდებელი ერისა და ყველა დაბადებული ადამიანისა. მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნის არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლეობა და მარადისობაში დამკვიდრება. რამეც ამით გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაგკარგოთ ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა. არ არის კაცი რომ სხონდეს და არასწოდოს, მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური, ყველას გთხოვთ, მთელი სიყვარულით ოდეს გაივლით ჩემს საფლავის გვერდით, შენდობას თქვით დიდი ცოდვილისა. მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია. წმინდა ბერი გაბრიელი. და ყოველ წელს ზეთიდან კვლავ გარდამავალს ნიშანი უფლისა. რასაც ასე სასუებს მორწმუნეერი, ილია მართლის საოცრებო იმედი, ერის ხსნისა, ცისარტყელა, შემაერთებელი ბოლო ჟამის და გარდასული საქართველოსა და ყოველთა მართლმადიდებელთა კეთილ საქმეთა და აღთქმა უფლისა, რამელ თუ შვილსა სისარტყელას ჩემსა დავსდებთ, ღრუბელთა შინა და იყოს სასწაულად აღთქმისა შორის ჩემსა და ქვეყანისა და მოიხსენო აღთქმა საუკუნო შორის ჩემსა და შორის ყოვლისა ცხოველისა და ყოვლისა ხორცელისა, რომელი არის ქვეყანასა ზედა, დაბადება 9-16 და სარწმუნოებრივი სასწაულება ჩაიკირება ადამიანთა გულში და ბუდამჟამს გააჟღერებს ყოველგვარ მიწიერზე აღმატებულ სიმართლეს. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია. ახლა კი ვადიდოთ წმინდა სამება, ჩვენი შემოქმედი, გამოხსენილი და ნეტარების პარადიულად მომრიჩებელი, სამების ჰიპოსტასი, უფალი იესო ქრისტე,